მე არა თქვენ ეხლა ჩემი დროა გელოდი აი ეგ დავაი ესე იგი თავისუფალი გინდა თავი ამბავი გინდა ანეკდოტი ეხლა მე ისე რა მე უფრო რაღაცა ვატყობ ჩემი ძლიერი მხარე ესენია ნამდვილი ამბები რა ხო აბა რა ადრე ახალგაზრდობაში ანეკდოტები და ეხლა ესენი ხო ეხლა ყველამ ვიცით საზღვარგარეთ ვინც მიდის ემიგრაციაში რაღაცა ენის ბარიერი და ну ბევრი რაღაცები ხდება ხოლმე ენის გეთანხმი ჩემი მეგობარი არის იტალიაში ну кайხნის ჩასული ენა უკვე საკმარისად იცის გადასარება და რო ჩამოდიან ეს ის პერიოდია უწყვეტნაკადად რომ მიედინებიან რა საქართველოსთან იტალიაში რო ჩამოდიან ისე ეცოდებოდა და იქვე ცხოვრობდნენ ბევრი ქართველები ანუ სადაც თავს იყრიდნენ ხოლმე და ყველას ეუბნებოდა რომ იცი ამეცადინებდა და არ შეგეშინდეთ როცა შეხვალთ სამსახურში ტელეფონი არასდროს არ ქონა გამართული არ ვთავთ რა დროც არ უნდა იყოს რამე ხო დამირეკეთ დაველაპარაკები აუხსნით ანუ ეს დიდი იმედი იყო იმათვის ერთი გოგო იყო წყალტუბოელი კარგად გვახსოვს ხო ну ერთი ხუთი თვე როგორც ციკლე შევიდა სამსახურში ну აი როგორ არის ეხა რო მეცადინეობ იქ ვერ სწავლობ მაგრამ მე გადგება ისისა ენა ღამის 4 საათზე ეს გოგო ურეკავს ჩემს მეგობარს ღამის 4 საათზე და ინგა მე მივხვდიო რა რომ უჭირს ზარი რაღაცა უჭირს ხო ხა ღამის 4 საათზე რატო და ну რა იყო მაიკო ეუბნება და ტირის ის გოგო მიშველე რა იყო და ისა სკაპა რა არისო ეხა უცბად ავხსნი რაშია საქმე სკარპა არის ფეხსაცმელი მის სკაპას როცა ამბობს იტალიელი მეჩქარება გამივარდა ანუ ტუალეტში მინდა ჩქარა მე ფსიასის არა ჩქარა ეს ეს ბებერ ქალს თურმე მოუნდა ეს ტუალეტი და მის სკაპა ეძახის და ამან მის სკაპა ვერ ისწავლა და ფეხსაცმელი კოვზი ჩანგალი იცის და კი გადაირია ამ ღამის 4 საათზე რა თუნა ფეხსაცმელი თუ რამე ფეხსაცმელი იყო სახში მიაკ და გალიყვირი ეს ხე ბოლოს ჩუსტების მიუტანე და რა უნდაო წაიყვანე ტუალეტში არა ნართულია ისე რა